აფხაზეთიდან დემდინი და სოციალურად დაუცველი 5 ოჯახი გუშინ-ღამით აბჭალაში ლიბანის 33 ნომერში შეიჭრა. თვითნებურად ვართ ახლა აქ შემოსული. 20 წელიწადია ქირითა ვართ, ის კატეგორიის დევნილები აქვს მეტწილად. იძულებით გადაადგილებული პირები შენობაში თვითნებურად არიან შეჭრილები, რის გამოც 24 ოჯახს გასახლება ემუქრება. ნაცნობი ტრაგიკული ისტორიები, ნაცმოძრაობის სავიზიტო ბარათი ერთხანს მძიმე მემკვიდრეობად რჩებოდა, თუმცა მთავრობის ბოლო ძალისხმევით წარსულს საბოლოოდ ბარდება. პრობლემის აღმოსაფხრელად თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსები სტადიონებით, ტრენაჟორებით, სარეკრეაციო ზონებით უკვე სრულდება და მომავალ ბინადრებს დათვალიერებაც შეუძლიათ. ვარ აფხაზეთიდან დევნილი, ომის ვეტერანი, კურდიშკის რაიონის სოფელ ქემოფშაპიდან. 32 წელია თბილისში ვცხოვრობდა. მივიღე ახალი ბინა თვალწერიძეს 6 ნომერში, კეთილი მოწყობილი და მადლობა თავრობას. მთავრობას განსახლების მიმდინარე პროექტი 9 მილიარდზე მეტი დაუჯდა. შედეგად აფხაზეთიდან, ასევე ცხინვალიდან დევნილი 6000-მდე ოჯახი სულ მალის საკუთარ ჭერქვეშ დაიდებს ბინას. ათეულობით კორპუსი შენდება მიმდინარეა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. პრაქტიკულად იქ სადაც აი შესახლებით იძულებით რომელიმე შენობის ასე ვთქვათ შეჭრილებს რასაც ეძახდნენ, ეს პრაქტიკულად ეს აუცილებლობა თუ მათი საჭიროება რეალურად იხსნება. პრიორიტეტი ენიჭება იმ დევნილებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხო დევნა და ვთქვით, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც 30 წელი და 33 წელი ელოდებიან გასახლებას, უფრო დროულად მიიღონ ეს საცხოვრებელი სახლი. უკეთესი საცხოვრებელი, ამაზე უკეთესი რა ვიცი, რა უნდა ვთქვა და რა უნდა ინატრო მეტი. ომის ვეტერანმა ათასობით ოჯახის მსგავსად არაერთი ტრაგიკული ისტორია გამოიარა. შევარდნაძის პერიოდში ისინი თავს მიტოვებულ სახელმწიფო შენობებს აფარებდნენ, მაგრამ მალევე ნაცმოძრაობამ მათი ქუჩაში გაყრა დაიწყო. შენობებს თვალი კორუმპირებულმა ჩინოსნებმა დაადგეს. დილის 6 საათზე დევნილთა იძულებით გამოსახლება ორხევსა და ბაგებში ერთდროულად დაიწყო. 88 ოჯახმა საცხოვრებელი დატოვა, მათი ნაწილი სპეციალური ავტობუსებით რეგიონებში წაიყვანეს. აიძულებენ ჩააწყონ ბარგი ბარხანა და ბოლოს ეუბნებიან, რომ ბოლოს გეტყვის თოთა სამინისტროს წარმომადგენელი თუ სად გადაიყვანონ. 6 შვილის დედა ვარ, 6 შვილის დედა და გამომაგდეს იქი და აქ ლაპარაკი უკვე შემიძლია ისევ არ ცუდა. სადაც ფოცხოს მეტი. თუ ბიუჯეტი მაშინ მთლიანად მთელი სამინისტროს იყო 25 მილიონი ამ მიმართულებით, წელს ბიუჯეტი 2025 წელს არის 240 მილიონი და ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებისათვის დევნილთა საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილების საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. 2012 წლამდე, ანუ იქამდე სანამდე ხელისუფლება არ შეიცვლებოდა, ფაქტიურად თბილისში აკრძალული იყო ამგვარი გრანდიოზული და არა მხოლოდ გრანდიოზული, არამედ ზოგადად ბინაჩვენებლობა რადიკალურად შეიცვალა მიდგომები და ჩვენ დავიწყეთ აი ესეთი პროექტების განხორციელება ზუგდიდში, ქუთაისში, ბორჯომში, რუსთავში დაიწყო და ხორციელდება და მიმდინარეობს ამგვარი მშენებლობები. ძალიან ბევრი წელია დაკარგული იგივე არ ვიცი, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში უფრო ადრე ძალიან ბევრი წელია დაკარგული, გაცილებით წინ ვექნებოდით ამ მმართველობით. ნაცრეჟიმი დანგრეულ საბჭოთა შენობებსაც კი ვერ იმეტებდა ხალხისთვის და იქ შეკედლებულ ოჯახებიანად ერთლარად ყიდდა. მათ შორის ცხინვალიდან დევნილ ათობით ათას ოჯახსაც, რომლებიც აგვისტოს ომის ავანტიურის შედეგად უსახლკაროდ თავადვე დატოვა. მათი განსახლებისთვის 2008-ში ბრიუსელმა 70 მილიონი გამოყო, რომლის ნაწილი კორუფციამ შეჭამა. რაც გადარჩა კი გეტოს ტიპის ორიოდე დასახლებას გასწვდა მხოლოდ. თორემ იმავე ბიუჯეტით დევნილებისთვის დღეს გრანდიოზული საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. ფულის ხარჯვით ბრიუსელი არ დაინტერესებულა და რაც გამოვიდა ისიც დიდ მიღწევად შერაცხა. სამ თვეში ასეთი სამუშაო შესრულება შეუძლებელია და თქვენ ეს გააკეთეთ. დევნილ მოსახლეობას, რომთანაც მათ ჰქონდათ ინტერვიუ, გასაუბრება, აღუთქვეს ხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის, დაბრუნების უფლების, მათ აქვთ დაბრუნების უფლება. სრული ცინიზმი
და მათ შორის ეს შავი Land Cruiser-იც, რომელიც ასობით დევნილს დააბინავებდა, მაგრამ ის გიგი უგულავას ყოფილ მძღოლს, მინისტრ კობა სუბელიანს ემსახურებოდა. ხალხს ნაჩქარევად შეკოწიწებულ გეტოებში ქრთამის სანაცვლოდ ასახლებდნენ და მათ უკვე მომდევნო წელს პრობლემები შეექმნათ. თითქოს რაღაცა უფრო ხარისხიანი უნდა ყოფილიყო, თითქოს გერმანული იყო პროექტი. თავიდან როცა მოვედით, რაღაცა პატარა ბზარი ეტყობოდა იქიდან, მაგრამ მე ეს ყველაფერი და გაღრმავდა რაღაცა კედლებიაც და ერთმანეთს. ფაქტიურად აქ არ შეისრულება, შეიძლება შეხვიდე და გამოხვიდე, მაგრამ აქ რო ცხოვრო შეუძლებელია და ეს უკვე თქვენიაო, თქვენი საკუთრებაო და თქვენ თვითონ გადახურეთო. არა, ჯერ არა. ვინა საერთოდ პატრონის, საერთოდ. დღეს კი დევნილებს ბინების სრულად გარემონტებული ბარდებათ. ფართობი კი სულადობით განისაზღვრება. მაშინ, როცა აქამდე მრავალწევრიან ოჯახს ერთი ოთახითაც უწევდა დაკმაყოფილება. ბინები ამ ადამიანებს გადაეცემათ სრულად გარემონტებული. ახლა დაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებს საბავშვო მოედნები და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურაც ახლავს. სახელმწიფოს აქვს ერთი მთავარი მიზანი და ვალდებულება დევნილების მიმართ ეს არის, რომ ყველა დევნილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებლით. ხდება მონიტორინგი თითოეული ოჯახის ადგილზე შესწავლა, რომლის შემდეგ კომისია ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული ოჯახის საკითხს და იღებს გადაწყვეტილება, ვისი გადაგარაცხადი დააკმაყოფილოს და ვის განაცხადზე მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება. სამართლიანი განაწილებისთვის ოჯახები ათობით კრიტერიუმის მიხედვით ფასდება. რამდენი ოჯახის წევრია, ოჯახის წევრების შიგნით ჩაშლილია ისეთი კრიტერიუმები, როგორიც არის მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თუ არ რომელიმე ოჯახის წევრი, ან ბავშვი რომელია, რამდენია და როგორ მდგომარეობაში, იმიტომ რომ სხვა სტატუსებიც მნიშვნელოვანია გარდა შეზღუდული შესაძლებლობებისა, რა ასაკის არის და ასე შემდეგ. კრიტერიუმები საბოლოოდ ჯამდება და ბინებიც მიღებული ქულების მიხედვით ნაწილდება. თუმცა პროცესი არც ამით სრულდება. რაც შეეხება სხვა სოციალურ პროექტებს, უამრავი სოციალური პროექტი არსებობს, რომლებიც განსაკუთრებული სპექტრის მქონე ადამიანებს ეხმარება სხვადასხვა პროექტების მიხედვით. ამ პროექტებს ახლახან ბინაზე ექთნის უფასო მომსახურებაც დაემატა. მათთვის, ვისაც გადაადგილება და კლინიკაში მისვლა უჭირს. პროექტში მონაწილე ექთნები ანაზღაურებას სახელმწიფოსგან იღებენ. პიროვნება, რომელსაც ეს სერვისი ესაჭიროება, ახორციელებს ზარს შესაბამის სტრუქტურაში და შესაბამისი სტრუქტურა, რომელსაც ყავს ესა თუ ის მოქალაქე აღრიცხვაზე, ამის შემდეგ უზრუნველყოფს მასთან ბინაზე მისვლას. ოჯახის ექიმის ხელშეწყობით. შინ მოვლის სერვისის მიწოდებას ამჟამად 42 კერძო ორგანიზაცია ახორციელებს, რომელიც 30 მუნიციპალიტეტში 350-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. დამატებით 71 ორგანიზაცია ბინაზე მისვლით უწევს დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოხუცებს. თუ ეს ეხება რაღაც ქრონიკულ და მძიმე დაავადებას, ისეთი კოლოსალური ფინანსები და საჭიროება ჩდება და დანახარჯები ჩდება, რომ ეს ამას ვერ აიტანს ვერც ერთი ნებისმიერი ფენის წარმომადგენელი. აქ არის ორმაგი დაცვა. მათთვის, ვისაც ბინაზე მეტად სახლი და მეურნეობის განვითარება აინტერესებს, სოფლად განსახლების პროგრამა მოქმედებს. მხოლოდ წელს 2000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა შეარჩია სასურველი სახლი სოფლად და სახელმწიფო მოყიდა. მრავალწლიანი მოლოდინი ამჯერად 2000-ზე მეტი ოჯახისთვის დასრულდა იძულებით გადაადგილებული პირების სახლებით უზრუნველყოფა სოფლად სახლის შესყიდვის პროექტის ფარგლებში მოხდა. მოვხვდით პროგრამაში შესყიდვების თაობაზე. ვარჩიეთ სოფლად სახლი, იმიტომ რომ სოფელში შეჩეულები ვართ, გვიყვარს სოფელში ცხოვრება. სოფლად სახლი, რომელიც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომელსაც შეუძლიათ, რომ რეალურად სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიძინონ სოფლად სახლი, შესაბამისად გადავიდნენ იქ ცხოვრობთ მეურნეობა განავითარონ, ბევრი შესაძლებლობა ეხსნება. ათასობით დევნილი ოჯახი დააკმაყოფილეთ საკარმიდამო აკვეთებით სახლებით რეგიონებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პროგრამის ბიუჯეტი 1-2 არის გაზრდილი, თითქმის 70 მილიონამდე. ამიტომ დაგვიჭირა მხარი 2024 წელს 1.200.000 ამომრჩეველმა 2025 წელს თვითმმართველობის არჩევნების დროს 1.100.000 მათ ჩვენმა მხარდამჭერმა მაქსიმალურად
ვცდილობთ, რომ ჩვენ გავამართლოთ მათი იმედები და ყველა ის საკითხი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აწუხებს, იყოს ხელშეწყობილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ არც დაგვრცელდება ბოლომდე ამ ვალდებულებების შესრულება და ძალიან მალე ეს ხალხი შეძლებს, რომ საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდეს ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში. უმთავრესი მიზანი არის ჩვენი აქ მაცხოვრებელი ოჯახების მომავალში უკან დაბრუნების იმ კუთხეებში, საიდანაც ისინი ძალის გამოყენებით იყვნენ გამოდევნილი. მანამდე კი განსახლების ახალ გარემოში მნიშვნელოვანი მათი ადაპტაცია და დასაქმებაა, რისთვისაც ცალკე პროგრამები მოქმედებს. ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს უამრავი დასაქმების პროგრამა, სხვადასხვა მიმართულებებით ხდება, რა თქმა უნდა, დევნილებისათვის მიწოდება ინფორმაციის თუ რა შესაძლებლობები არსებობს, ეს იქნება რა თქმა უნდა განათლების და სფეროების მიხედვით, მათი უნარების მიხედვით. და აქაც არ სრულდება ხელშეწყობა. თითოეულ ოჯახზე შემწეობის არაერთი პროგრამაა მორგებული იმის მიხედვით, თუ რა პრობლემასთან უწევს გამკლავება, მარჩენალ დაკარგულთა, სოციალურად დაუცველთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ჯანდაცვისა თუ ბავშვთა სიღარიბის პროგრამები. თუნდაც ის, რომ 2012 წლამდე პრაქტიკულად მხარდაჭერის გარეშე იყო ბავშვები ამ ქვეყანაში, დაიწყო სახელმწიფო 10 ლარით და დღეს ის თითოეულ ბავშვზე, რომელიც ფლობს სოციალურ კულას 120,000-მდე არის 200 ლარის მოცულობით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ფინანსურ წნეხს. ამას ემატება ბავშვებზე გათვლილი სხვადასხვა პროგრამა, რომელთა რიცხვი ბოლო წლებში გაორმაგებულია. ბოლო 10 წლების განმავლობაში მაგალითად იმდენად რადიკალურად გაიზარდა, რომ ორნიშნა რიცხვშია ჯერადობა, ასე ვთქვათ, ზრდადობის, რომელიც ბავშვებისთვის გათვალისწინებული პროგრამები ხასიათდება, ასე ვთქვათ. მსგავსი დახმარების პროგრამები ოჯახების შემოსავლის ზრდასთან ერთად სიღარიბეს ამცირებს, რაც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჯარისკაცების და პოლიციელების ხილფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი, ხოლო სხვა საჯარო მოხელეების დაახლოებით 50%-ით. და ამას ეს თქვა დაემატება მომდევნო წლეს 10%-იანი ზრდა ხელფასებით. ამ მრავალი ძალისხმევის შედეგად სიღარიბის მაჩვენებელი პირველად ჩამოსცდა ორნიშნა მაჩვენებელს და ბოლო მონაცემით 9%-ია. თუ ჩვენი ქვეყანა მოახერხებს და გრძელვადიანად შეძლებს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, მიგვიყვანს საბოლოო ჯამში იმ შედეგამდე, რომ სიღარიბე იქნება დაძლეული ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფოსგან დახმარება კიდევ უფრო ნაკლებ ადამიანს დაჭირდება. ევროკავშირში კი, რომელიც საქართველოს რეფორმებს უწუნებს, სიღარიბის მაჩვენებელი პიკზეა. საფრანგეთში უკიდურესი სიღარიბე წელს 15%-ზე ავიდა, რაც ბოლო 30 წლის მაქსიმუმია. მსგავსი სურათია გერმანიასა და ბრიტანეთშიც. სამსახურიდან პირდაპირ სახლში ვბრუნდები. სადმე რომ გავიარო, ფული არ მაქვს. გზაში იმაზე ვფიქრობ, რა გავაკეთო. დავიბანო თუ საჭმელი ვჭამო. ჩავრთო გათბობა თუ როგორმე გავუძლო სიცივეს. ორივე რომ გავაკეთო, საერთოდ უფულოდ დავრჩები. ნახევარგანაკვეთზე ვმუშაობ და მუდმივად ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე ვარ. ფასებს ვერ ვუმკლავდები. 75 წლის ჟიზელი ბონში 2 კატასთან ერთად ცხოვრობს. ბინისკირის გასტუმრების შემდეგ სამივეს 600 ევრო რჩება საარსებოდ. ფულს ძირითადად კატებს ვახარჯავ. მე ძალიან ცოტას ვჭამ. აი ერთი პატარა კიტრი, 2 სტაფილო და რამდენიმე ვაშლი ვიყიდე, რაც 2 დღე მყოფნის. დღეს სტაფილოს სუპს მოვხარშავ. პოლი 57 წლისაა. საკვირაო ავტობუსის მძღოლია, ხელფასიც აქვს, თუმცა საკვებისთვის საქველმოქმედო ფონდებს აკითხავს. დღეს აი ეს 3 კონსერვი მომცეს. ლობიო, ტომატის პასტა და პომიდორის მწნილი. რამეს მოვამზადებ, ბევრს ისედაც ავჭამ, დღეში მხოლოდ ერთხელ. არ გშიათ ხოლმე? სუმშიერი არ ვარ. ბოლო 3 დღეა ისე მშია, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ. უკრაინაში ომმა და რუსული ენერგორესურსების ჩაკეტვამ ევროპაში ისე გაზარდა ფასები, რომ დასაქმება სიღარიბის ალტერნატივა უკვე აღარ არის. გერმანიაში დასაქმებულთა სიღარიბემ 6%-ს გადააჭარბა. მაშინ, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 2%-ს ჩამოსცდა.
დასაქმებულთა ოდენობა, რომელიც საერთაშორისო სიხარების ზღვარს მიღმა არის 1.7%, ეს ახალი ისტორიული მინიმუმია და 2 წლიანი პერსპექტივით 2-ჯერ არის შემცირებული, განახევრებული, ხოლო 12 წლიანი პერსპექტივით არის შემცირებული 5-ჯერ. ამას ხელი ბოლო რეფორმამაც შეუწყო, რომლითაც სოციალურად დაუცველებს შემწეობა დასაქმების შემთხვევაშიც 4 წლით უნარჩუნდებათ. აქამდე ბევრი მუშაობაზე უარს ამბობდა, რადგან ამით ოჯახი კარგავდა შემწეობას, რომელიც ხშირად ჯამაგირს აღემატებოდა. ძალიან ხშირად ეს ადამიანები უარს ამბობენ, იმიტომ რომ მრავალშვილიანი ოჯახები არიან, მოგეხსენებათ თქვენ, რომ ბავშვებზე დახმარებები საკმაოდ სოლიდურია და ამ სოლიდური დახმარებების გამო ოჯახს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი უგროვდება მრავალშვილიანობის შემთხვევაში და მშობელი ძალიან ხშირად უარს ამბობს სამსახურს. ეს ნარჩუნდება იმიტომ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ мотиваცია ასეთ ტიპის განვითარების პროგრამებში ჩართვისა, იმისთვის რომ დილემის წინაშე არ დადგნენ, რომ სოციალური შემწეობა თუ დასაქმების დაწყება. მაგრამ ეს მუდმივად არ უნდა გრძელდებოდეს და ბუნებრივია, რომ ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები არც მიეჩვიონ რეალურად, რომ უბრალოდ სახელმწიფოს კმაყოფაზე ცხოვრობდნენ. ამ რეფორმით ამჟამად ყოველი მესამე, ანუ 250.000-მდე უმწეო სარგებლობს და შესაბამისად რამდენიმე წელიწადში მათი შენახვა სახელმწიფოს აღარ მოუწევს, რაც ყოველწლიურად 9 მილიარდის დანაზოგს ნიშნავს. ეს ფული სხვა პროგრამებს მოხმარდება. მნიშვნელოვანია, რომ არაუბრალოდ ეხმარებოდა მოქალაქეს, არამედ განავითარო მის შესაძლებლობები. ამიტომ იგივე დასაქმების სააგენტოსთვის, რაც არის პრიორიტეტი, ეს არის განსაკუთრებით აი მოწყვლადი კატეგორიის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის შეთავაზება საშუალებების, რომლის მეშვეობითაც ისინი გახდებიან რეალურად ისეთ კონდიციებს შეიძლება აღწევდნენ, როდესაც მათ აღარ დასჭირდება უბრალოდ ობიექტურად სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. მიზანი სწორედ ის არის, რომ სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ და ამ ტემპის შენარჩუნებამ წლების განმავლობაში უზრუნველყოს სიღარიბის მოსპობა, სიღარიბის მინიმუმამდე დაყვანა იმისათვის, რომ სახელმწიფოსგან დახმარება რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს დაჭირდეს. ხოლო ამის შედეგად გამოთავისუფლებული სახსრები სხვა სოციალურ ჯგუფებზე გადანაწილდეს, მათ შორის 880.000 პენსიონერზე, რაც მოსახლეობის მეოთხედია და მას ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მეხუთედი პენსიისა და სხვადასხვა დახმარების სახით ხმარდება. ყოველწლიურად წლის ბოლოს ინდექსაციით იმატებს პენსია. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ხელშეწყობილი იყოს ყველა პენსია, გარდა პენსიის მიღებისა, სხვა იმ სოციალური პროგრამებითა და პროექტებით, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ამის შედეგად საპენსიო ანაზღაურება წელს 1 მილიარდით გაიზარდა, ხოლო პენსიონერებზე მიმართული დახმარების პროგრამები კიდევ 250 მილიონით. 1 მილიარდზე მეტი მიემართა სოციალური საპენსიო მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით და ახლობით 250 მილიონი იყო, რომელიც მიემართა სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დახმარებაზე. 70 წლამდე მოქალაქეთა პენსია გაიზარდა და 350 ლარი 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 450 ლარი გახდა. ასევე გაიზარდა სოციალური დახმარების პროგრამებიც. ქვეყნის ნებისმიერი სიკეთე და წინსვლა ნაცმედიისთვის ლახვარია და აი ასე რეაგირებს. იცოდით თუ არა, რომ საქართველოს პენსიის სიმცირით მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი აუტსაიდერი. აუტსაიდერი ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ბოლო ადგილზე მყოფია. სინამდვილეში აუტსაიდერი სომხეთია, თუმცა სიტყვა ერთ-ერთის დამატებით ის არის საქართველოსკენ გადააქვს, რომ ხალხი გააღიზიანოს. პენსია სომხეთში 130, ჩვენთან 170, აზერბაიჯანში კი 185 დოლარია. თუმცა იქ უფრო მაღალი ფასების გამო მსყიდველობით ქართული პენსიის თანაბარია და მალე ესეც შეიცვლება. პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს. პროექტის მიხედვით 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 370 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებს, მათთვის პენსიის გაზრდა 45 ლარით არის დაგეგმილი და 495 ლარს მიაღწევს. შედარებისთვის, ევროპაში პენსიების ნაცვლად საპენსიო ასაკი იზრდება, მათ შორის დანიაში, რომელიც ადრე სოციალური კეთილდღეობით ერთ-ერთი პირველი იყო. I'm 39 and I'm expected to work until I'm 72. 39 წლის ვარ და პენსიაზე გასვლა ამიერიდან მხოლოდ 72 წლის ასაკში მომიწევს. თუმცა მე რა მიშავს, ჩემი სამუშაო ლაპარაკია, მაგრამ 72 წლის მლესავი წარმოიდგინეთ აბა, რომელსაც კორპუსზე უწევს დაკიდებულს კედლის ლესვა. და ესეც არ არის ყველაფერი. საპენსიო 5 წელიწადში კიდევ გაიზრდება. ასეთი რეგულაცია მიიღო მთავრობამ. Supported by the left.
თუმცა მეხუთე კოლონის ნარატივს არაფერი ცვლის. ხელფასის ზრდა მისთვის ფულის პლანგვაა, პენსიის მატება ხალხის დამცირება. ამ ბიუჯეტს შეიძლება კლავინდებურად უწოდოთ პლანგვის ბიუჯეტი. ძალიან დამამცირებელია ის, რომ 20 ლარით იზრდება ძირითადი პენსიები 70 წლის წლამდე ჩვენი პენსიონერებისა. სინამდვილეში დამამცირებელი სწორედ ის სოციალური პოლიტიკა იყო, რომლითაც მისმა პარტიამ ხალხი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ღიმილიანი საქართველოს პროგრამა ამის მხოლოდ ერთი მაგალითია. ჰოლივუდის ღიმილი, ჰოლივუდ სადა აქვს ეგეთ ღიმილი, თქვენ რო გაქვს, გასლამალოთ. არ გაიგო, თორე ჩამოწვიდნენ და წაგიყვანე ყველასა, სადა გვაქვს ჩვენ ჰოლივუდში გასაგზავნილი გაბატონები სად ყავს? ჰოლივუდშიც თავად დადიოდნენ და ასობით $1000 ვარსკვლავთან ვახშამში იხდიდნენ. ძალიან კარგი ფოტო გამოვა. ეს არის ენდი გარსია, გადაღებების დროს ჩემს სამუშაო ოთახში. ჩვენიერია. ვახშმის შემდეგ კი მეორე ჰოლივუდელი სექს ბომბა მასაჟისტი რამდენიმე $10,000 უკბენდა კიდეც. ჩვენს ქალბატონებს კი კბილი საჭმელადაც არ შეარჩინეს. დოქტორს ასე უგვილო, აღარც ჯაგალაბითო ზაღაცი და ჩემი თახა დეიზაღაზო აღარ ჩამოხვიდეთო. კბილები დაგვაწრეს. ერთად ამომიღეს 15 კბილი დედა და დაამტოვეს უკბილო. სანამ ჩევშევი არ გაავსეს, მანამდე არ მომეშე დამბაცდეს ყველა კბილები. ნაცმოძრაობა კი ხელს სხვისკენ ისე იშვერს, თითქოს ეს ისტორიები ვინმეს არ ახსოვდეს. 2026 წლის ბიუჯეტის განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, თუ როგორ იძარცვება ქვეყნის ქონება, მისი ფინანსური რესურსები. სინამდვილეში კი ნაცმოძრაობის შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტი და სოციალური პროგრამების მოცულობა 6-ჯერ არის გაზრდილი. მათ შორის მხოლოდ ბოლოს ამ წელიწადში ჯანდაცვის ბიუჯეტს 600 მილიონზე მეტი დაემატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 29%-ით არის მომატებული ჯანდაცვის ბიუჯეტი. ეს კოლოსალური მატება და სადღაც 1.9 მილიარდს მიაღწია. საქართველოში 1.5 მილიონი ადამიანია დასაქმებული და მათი გადასახადები შემოსავლის გარეშე მყოფ ამდენივე ადამიანს ინახავს. მათ შორის ამ კონკრეტულ ნაცპროპაგანდისტს თვეში 1000 ლარიან პენსიას უხდის. თითქმის 10-ჯერ მეც, ვიდრე თავისი ხელისუფლების პირობებში მიიღებდა. დინამიკა არის ძალიან კარგი, მაგრამ იდეალური ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევებია და რაც შეეხება სიღარიბეს, იმასაც შევხედოთ რამდენმა ადამიანმა 10,000-ობით ოჯახმა თუ მარტო ხელებმა გადალახეს ის სიღარიბის ზღვარი, რაც იყო ნაცრეჟიმის დროს და რაც არის ახლა. უფრო ზუსტად კი ასეთთა რიცხვი 600,000-ზე მეტია და ნაცპროპაგანდის მიუხედავად მათაც და პენსიონერებსაც მიღწეული პროგრესის სწორი ანალიზი შეუძლიათ. ახლა ვაპირებ სოფელში გადასვლას და იქ 50-ით მეტი მექნება კიდე. ეგეც კარგია. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ და ვინც ყავს ახლოს, ყველა კმაყოფილები ვარ. 40 ლარით მომემატა მე საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობ. საოკუპაციო ხაზი. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში, ხო? შეგავათი 40 ლარით რაღაც არის ხო? 14 ვიღებ ხოლმე ყოველთვის დახმარებასთან ერთად ვიღებ, ვიცი დახმარებასთან ერთად. კი. შეღავათია, თუმცა დალხენილი ცხოვრების საშუალებას პენსია ცხადია არ იძლევა. ისევე როგორც ევროპაში და რამდენიც არ უნდა იძახოს ნაცპროპაგანდამ, რომ იქ სამოთხეა, რომელსაც ბრიუსელის ვასალობაზე უარის თქმით ვკარგავთ, ეს ფაქტია. ევროპაში ყველაზე მდიდარ გერმანიაში 5-დან 1 პენსიონერი სიღარიბის ზღვარს ქვევით არის და მეცილად მშიერი. ინგა მიუნხენში ცხოვრობს და ყოველდღე უფასო სასადილოში დადის, რომელიც მხოლოდ კვირის დღეებში მხოლოდ 3 საათია. საკვების ყიდვისას ასჯერ უნდა დავწონო, შემიძლია თუ არა ამ ფასის გადახდა. ქათმის ხორციც კი ამოშლილია ჩემი ოცნების სიიდან. 67 წლის პენსიონერის ანაზღაურება 600 ევროა, რაც ქირის გადახდის შემდეგ საკვებზე არ ყოფნის. ვცდილობ მედიტაციას, ფინანსურ პრობლემებს ასტრალში უშვებ და ისინიც ქარს მიაქვს დროებით. ული მიუნხენში ერთ ოთახში ცხოვრობს. ადრე თავისი ტელეკომპანია ჰქონდა და კარგი შემოსავალი, მაგრამ გაკოტრდა.
ziehe mir das so mechanisch. ჩემს მწირ პენსიას დანიშნულების მიხედვით კონვერტებში ვანაწილებ და ლიმიტსაც უწესებ თავს, მაგრამ აი თვის ბოლოა და ყველა კონვერტიც არიელია. ეს 20 ევრო გამრჩება პენსიამდე. არადა ამ კვირაში სარეცხი ფხვნილის ყიდვას გეგმავდი. ამ ფონზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჯიბეების ამოფხეკას და უკრაინის შესანახად კიდევ 6 მილიარდის გამოყოფას ავალებს. ხოლო თუ ასე არ მოიქცევიან, ევროკავშირის სახელით ცეცხლს აიღებს. გადახდა კი ქვეყნებს მოუწევთ. With over 2 gigawatts of electricity exports from the Union. 2 გიგავატ ელექტროენერგიას და ასევე იარაღს მივაწვდით უკრაინას, რომ დაძლიოს ზამთარი და განაგრძოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ამისთვის დღეს 6 მილიარდი ევრო უნდა გამოვყოთ, რომელსაც ვისესხებთ ან წევრ ქვეყნებს მოუწევთ ფულის დადება. თქვენ გვთავაზობთ ვალის აღებას, რომლის გადახდა ჩვენ შვილებს მოუწევთ და ხმის უფლებასაც გვართმევთ, რასაც გადაუდებელი თავდაცვის საჭიროებით ამართლებთ. დროა ეს დასრულდეს. You have forbidden us to freely buy gas. ჩვენ მაგივრად წვიდავთ სად და რა ფასად ვიყიდოთ გაზი. გვაიძულებთ ვიყიდოთ უკრაინული ხორბალი, რომელიც სლოვაკეთს არ სჭირდება. ჩვენ გაიძულებთ თქვენ რაიმეს ყიდვას. შეწყვიტეთ ბრძანებების გაცემა. დაგვიბრუნეთ თავისუფლება, რომ მივხედოთ საკუთარ ეკონომიკას. ქალბატონი ფონ დერ ლაიენი ერთი სიტყვითაც არ ახსენებს ევროპაში კატასტროფულად გაზრდილ ფასებს. ხალხს ნახევარი ხელფასი ბინის ქირაში მისდის. იძულებულია ვარი თქვას გათბობაზე და ზოგოს საკვებზე, ბავშვების აქტივობებზე და ამ დროს თურმე უკრაინა ჩვენ უნდა შევინახოთ. რაც მით უფრო რთულია, უკრაინა ასობით მილიონის კორუფციულ სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხო. მინისტრების ბინებში ევროებით სავსე ჩანთები და სეიფები აღმოჩნდა, ხოლო ტუალეტში ნამდვილი ოქროს უნიტაზი. Gilded toilet and shrink-wrapped bundles of millions of US dollars. ოქროს უნიტაზები აქვთ სახლებში და მილიონებით სავსე სეიფები. იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებზე საქმეა აღძრული. ზელენსკის უშუალო გარემოცვა ჩვენგან წაღებული ფულის 15%-ს პირდაპირ ჯიბეში იდებს. 200 მილიარდი უკვე ჩავყარეთ უკრაინაში და უფულოდ დავრჩით. ახლა კიდევ სესხი უნდა ავიღოთ. მორჩა, ჩვენი ფული ჩვენვე გვჭირდება. როგორც კი ფულის ნაკადის ნაცვლად ბრიუსელიდან ფულის მოთხოვნა მიიღეს, ევროპაში ახლა გაახსენდათ, რომ ვასალობა არ ვარგა. მანამდე კი ბრმა მორჩილებაზე უარის გამო ქართულ ოცნებას აკრიტიკებდნენ. 2 წელია საქართველოს ბრიუსელიდან ცენტი არ მიუღია, თუმცა სწორი პოლიტიკით უპრეცედენტო ზრდას მიაღწია და შესაძლოა ეს ევროპისთვისაც გაკვეთილი იყოს. We Georgians are not in the position to be in conflict with the West. Since we are part of the საქართველო West. დასავლეთის ნაწილია, სადაც პატივს სცემენ თავისუფლებას, დემოკრატიას, ოჯახურ ფასეულობებს და არა deep states, რომელსაც ყველაფრის მართვა სურს. ევრობიუროკრატია, რომელმაც ვერ ჩაგვითრია ომში, ჩვენს დასჯას ცდილობს. თუმცა ჩვენ ევროინტეგრაციის ერთგული ვრჩებით. ცხადია არა სუვერენიტეტის დათმობის ფასად. ღმერთმა დალოცოს საქართველო, უნგრეთი და მთელი თავისუფალი სამყარო. საქართველოს სწრაფად ეწევა ევროპული კეთილდღეობის ტრადიციულ მაჩვენებლებს, რეკორდულად ზრდის სოციალურ პროგრამებს, რაც მით უფრო რთულია, რომ ბრიუსელსა და მის მეხუთე კოლონასთან ბრძოლაც უწევს. მოიგებს ამ ბრძოლას და წინსვლასაც დააჩქარებს.